მათი ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებასთან ერთად ალიანსი დადის რეგიონებში მართავს შეხვედრებს, სადაც როგორც ვიცით, მედიასაც შერჩევით უშვებენ და ადამიანებსაც რომ გითხრათ რა მიზანი აქვს, როგორ ფიქრობთ ამ შეხვედრებს და რისი რესურსი აქვს ახლა ოპოზიციას? რესურსობრივად მე მგონი ყველა ხედავთ, რომ მათ არანაირი რესურსი არ გააჩნიათ, ყველანაირად განულებულები არიან. და ცხადია ამას აქვს თავისი ახსნა. როდესაც შენ ხარ პოლიტიკაში და ემსახურები უცხო ქვეყანას, წარმოადგენ აგენტურას, რა თქმა უნდა, არანაირი პოლიტიკური შესაძლებლობები და შანსები არ გაქვს. ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს, აფასებს არსებულ სიტუაციას, აფასებს იმას თუ ვინ რითი არის დაკავებული და ვის რა დამოკიდებულება აქვს საქართველოსთან მიმართებით, ვის რა ინტერესი აქვს. შესაბამისად, ყველამ კარგად ვიცით ეს ადამიანები საიდან იმართებიან, ვინ არის მათი პატრონები, რა მითითებებს აძლევენ, რომ მათ პოლიტიკურად არანაირი რესურსი არ გააჩნიათ და არანაირი შანსი არ აქვთ იმისა, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ. მათ რეგიონულ ტურნეზეც გითხავთ, როგორ აფასებთ ამ აქტივობას, რომელიც დაიწყეს ახლა რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრა? ხო, არ ვიცი, ხა დიდად არ ვინტერესდები მათი აქტივობებით, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ იმას, რომ ის ადამიანები, ვინც შემჩნეულია ქვეყნის ფულ საქმიანობაში, წარმოადგენენ აგენტურას, დაკავებულები არიან მოღალატეობრივი ქმედებებით, რა თქმა უნდა, არანაირი შანსი არ აქვს, სადაც უნდა იქ იარონ, როგორც უნდა ისე იარონ, არანაირი რესურსი და შანსი არ აქვს. ეცაც გითხავთ ბატონ კახი, პოლონეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაარსა საქართველოში ქართულენოვანი არხი, რომლის პირველივე გადაცემაც ფაქტობრივად დაეთმო ქართულ ეკლესიაზე შეტევას, სტუმარი საუბრობდა რუსულ გავლენებზე და პირდაპირ თავს ისხმოდა თავისი გამოსვლით ეკლესიას. რა მიზანი აქვს ამ ყველაფერს, რომ გითხრათ, როგორ შეაფასებთ? გულდასაწყვეტია, პოლონეთი ჩვენი მეგობარი ქვეყანაა და ამ ტიპის ქმედებები და კიდევ უფრო გასაკვირი იყო ის, რომ ეს ყველაფერი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მიმართულია იმისკენ, რომ სხვა ქვეყანაში, ამ შემთხვევაში საქართველოს, რომელიც არის პოლონეთის მეგობარი ქვეყანა, ინტერესი გამოიჩინეს და შემჩნეულები არიან თრულ საქმიანობაში, პირდაპირ შეტევა მიდის ქართულ ეკლესიაზე და გულდასაწყვეტია ეს ყველაფერი, ალბათ მოვისმენთ განმარტებას და ექნება შესაბამისი ნაბიჯი გადადგმული იმისგან, რომ ეს ყველაფერი იქნეს დარეგულირებული. ზოგადად მინდა გითხრათ, რომ ის ყველაფერი, რაც საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ხედავდით, იყო თავსმოხვეული, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გარე აქტორების ჩართულობით დაფინანსებით, მხარდაჭერით კეთდებოდა ქართველი ხალხის ერთმანეთთან დაპირისპირება, პოლარიზაციის გაღვივება, შუღლის გაღვივება, ყველაფერი თუ კი რაიმე სიბინძურესთან იყო დაკავშირებული, რა თქმა უნდა, გარედან თავსმოხვეული და პირდაპირ დაფინანსებული იყო უცხოური ფონდების მხრიდან ან სახელმწიფოების მხრიდან და არაერთი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ. იგივე თუნდაც სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობები, რევოლუციების მცდელობები და ასე შემდეგ. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. ჩვენ რა თქმა უნდა ყველაფერს ხედავთ, ვაკვირდებით. შესაბამისი სამსახურები არიან მოწოდების სიმაღლეზე და არავის არ უცემთ იმის უფლებას, შესაძლებლობას, რომ გარედან ჩარევებით, დაფინანსებით ქვეყანაში მოაწყონ დაპირისპირება, სახელმწიფო გადატრიალებები და რევოლუცია. თბილისის გზებზე არსებულ პრობლემებზე მინდა გკითხოთ, აი ორმოები და დაზიანებული საფარი, რატომ ვერ გადაწყდა ეს პრობლემა ამდენი ხანი? კეთდება გზები, მალევე ფუჭდება, აი ამაზე. რაც შეეხება ორმოულების პრობლემას, ზამთრის შემდეგ ყოველწლიურად არსებობს ეს პრობლემები. შესაბამისად, ჩვენ ტენდერი გამოცხადებული გვაქვს და შესყიდვა განხორციელდება და რა თქმა უნდა დავიწყებთ უკვე მოწესრიგებას, როგორც კი გვეყოლება კონტრაქტორი კომპანია. და პარკინგის ადგილებსაც მინდა გკითხოთ, იყო ნათქვამი, რომ პარკინგის ადგილები გაიზრდებოდა ქალაქში, მაგრამ ფაქტია, რომ პირველ 3 თვეში დაიწერა ძალიან 180% უფრო მეტი ჯარიმა, ვიდრე გასულ წელს. აი პარკინგის პრობლემა რატო ვერ წყდება ქალაქში? და პარკირების რაოდენობასთან დაკავშირებით
საერთოდ პარკირების რაოდენობა და ჯარიმების გამოწერა რა შოშია. ვერ ვაყენებთ მანქანებს პარკინგის ადგილას, იმიტომ რომ არსებობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ჩვენი მხრიდან ხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით ძალიან დიდი ასე ვთქვათ ინვესტიცია იმისთვის რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი, ხდებოდეს ქალაქში სწრაფად გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორე კონკრეტული მიმართულებით. რაც შეეხება ჯარიმებს, უსაფუძვლოდ ჯარიმას არავინ არ წელს. დამთავრდა ის დრო, როდესაც მავნე პრაქტიკა იყო დაფუძნებული იმისთვის, რომ ბიზნესი ეკეთებინათ, იწერებოდა ჯარიმები და უამრავი სასამართლო არის მოგებული მოსახლეობის მხრიდან აღნიშნული მიმართულებით. შესაბამისად, როდესაც ჯარიმის გამოწერა ხდება, არის კონკრეტულ სამართალ დარღვევა და არავის არ სიამოვნებს ჯარიმების გამოწერა. თუ მოქალაქე არ არგებს, შესაბამისად ჯარიმაც არ იწერს. კი ბატონო, მაგრამ იმიტომ ირღვევა, რომ თქვა არ არის ხო ადგილი. კვლავ ერთმანეთის დაპირისპირების შორის არიან, ისინი მიხეილ სააკაშვილის პოსტზე წერს და აკრიტიკებს ალიანსს, როდესაც თქვის რომ ეს იქნება საბოლოო გაერთიანება, მაგრამ ისინი კვლავ ამ დაპირისპირებაში არიან. რა სიტყვით არის თუ არა შანსი რომ კვლავ დაიშალოს ეს ოპოზიციური ალიანსი და რა პერსპექტივა აქვს? არსებით მნიშვნელობა არ აქვს, წინ დაშლილები იქნებიან, ერთ პლატფორმაზე იქნებიან, ჩვენ ბევრჯერ გვინახავს ბოლო წლების განმავლობაში სხვადასხვა გაერთიანებები, რომელიც მალევე იშლებოდა. ზოგადად ნახეთ ამ ადამიანებს, თუ შევხედავთ, ხო ვინ არიან, რას წარმოადგენენ, რა წარსული აქვთ, რითი ცხოვრობენ დღევანდელ დღეს, ხო? ყველამ ვიცით, ყველაფერი. საიდან იმართებიან, რა არის მთავარი мотиваცია, რა არის მთავარი მიზნები. რა თქმა უნდა, ქვეყნის საკეთილდღეოდ და ქართული ხალხის საკეთილდღეოდ არაფერი. მათ აქვთ თავიანთი ამოცანა, ყავთ თავიანთი პატრონები. იმ პატრონებს, რა თქმა უნდა, საქართველოსთან მიმართებით აქვს კონკრეტული თავიანთი ინტერესი და აგერ რა ვიცი, რამდენიმე თვის წინ თუ ერთი წლის წინ პირდაპირ მოწოდებები იყო ომში ჩართულობასთან დაკავშირებით, პირდაპირ მოწოდებები და რეზოლუციები მიიღეს სანქციების მიერთებასთან დაკავშირებით. ეს ხომ ვიცით ყველამ, ჩვენ რას მოუტანდა საქართველოს, რას მოუტანდა ჩვენს ქვეყანას და ამ ქვეყნის ხვალინდელ დღეს. და ქვეყანას რო ყოლოდა ისეთი თავრობა, რომელიც გარედან მართული იქნებოდა, რა თქმა უნდა, ყველაფერს გააკეთებინებდა. და ეს იქნებოდა დამღუპველი ჩვენი ქვეყნის. ამიტომ ხალხი ძალიან კარგად ხედავს, ვინ არის ამ ადამიანებს პოლიტიკური გაერთიანებები იქნება, თუ უბრალოდ პოლიტიკური პირები არანაირი რესურსი და შანსი არ აქვთ. ნახეთ, თავიანთ ერთობას ვერ აკონტროლებენ, ხო? გუშინ შეიკრიბნენ, გაერთიანდნენ, არანაირი ნდობა არ აქვთ, ერთმანეთს ვერ ენდობიან. ერთმანეთთან საერთოდ არანაირი, უბრალოდ გარედან უთხრეს, რომ თქვენ ეს უნდა გააკეთოთ და ხედავთ როგორ თავდება ეს ყველაფერი. მან ხა ოპოზიციაზე როცა ვსაუბრობთ, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზეც მინდა ვკითხოთ, მან თქვა, რომ ტექნიკური გაერთიანება ოპოზიციის შედეგიანი ვერ იქნება, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ იდენტობა უნდა შეინარჩუნოს და ახლა მთავარია, რომ აი საერთო ბრძოლის ხაზი იყოს ახალი არჩევნებისთვის. თქვენ როგორ ხედავთ აი ამ ახალი არჩევნების დროზე ადრე მოსაპოვებლად ოპოზიციის ბრძოლას და აი ამ პროცესში სალომე ზურაბიშვილს როგორ ფიქრობთ, რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს? იდენტობას რაც შეეხებათ, ერთადერთი რითაც გამოირჩევიან, ეს არის ის, რომ ისინი არიან აგენტები და არიან მოღალატეები. საბამისად, სადაც უნდათ გაერთიანდნენ და როგორც უნდათ ისე გააგრძელონ თავიანთი. სალომე ზურაბიშვილის როლი აი ამ პროცესში საერთოდ არ მაინტერესებს და არც ვიცი ვინ არის ადამიანი. და რაც შეეხება 2028 წლის არჩევნებს, აი ამ პროცესში თუ ხედავთ, რომ რეალურად დარჩეთ ისე, რომ ქართულ ოცნებას აღარ ყავდეს კონკურენტი, გულისხმობ აი იმ პარტიებს, რომლებიც ასაკრძალთა სიაში არიან, ანუ მოისწრება იქამდე ამ საკონსტიტუციო არჩევნების ქართულ ოცნებას კონკურენტი არ ყავს, კონკურენტი არის ის გამოწვევები და პრობლემები, რომელიც დღეს ქვეყანაშია. შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მომავალშიც იმას, რომ ის გამოწვევები, რომელიც არსებობს დღეს, გაეცეს გრძეული პასუხი. კონკრეტულ შემთხვევაში ვსვამ კითხვას იმასთან დაკავშირებით, პოლიტიკური პარტიები როგორ იქნებიან, რა სახით იქნებიან წარმოდგენილი შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე? მოხდება მოესწრება ამ ყველა პარტიის აკრძალვა იქამდე, ანუ ქართულ ოცნებას კონკურენტი ვიღაც ხომ უნდა ყავდეს საარჩევნო? პარტიები, ბევრი პარტიებია ქვეყანაში, ხო? რა ვიცი, შეგიძლია ჩამოთვალოთ და ნახავთ, რამდენი პოლიტიკური პარტია აქვს ქვეყანაში. შესაბამისად, რა ვიცი, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დღეს დააფუძნოს პოლიტიკური პარტია, შემოვიდეს პოლიტიკაში, მაგრამ თავარი აქ რა არის, რომ საქართველოს პოლიტიკა
არ და ვერ გაკეთდება გარედან. გამორიცხულია. ამას ჩვენ არ დაუშვებთ და ყველა ნორმალური სახელმწიფო, ნორმალური ხელისუფლება, რა თქმა უნდა, გადაწყობს ისეთ ნაბიჯებს და იზრუნებს იმაზე, რომ თავიანთ შიდა პოლიტიკურ საქმეებში არავინ და ვერავინ ვერ ჩაერევის. ძალადობის გამოუწეველ საქმეებზეც მინდა ერთი კითხვა დაგისვათ, მაგალითად 2024 წლის აქციებზე, როდესაც ჩვენ ვნახეთ არაერთი ადამიანი, რომელიც სპეცრაზმელების მხრიდან იყვნენ ნაცემი, ამ ადამიანებს აქვთ კიდეც დაზარალებული სტატუსი, მათ შორის არიან პოლიტიკური ფიგურები და არა მხოლოდ რიგითი მოქალაქეებიც, მათ შორის ჟურნალისტები. რატომ ვერ ხდება ამ დრომდე ამ საქმეებზე იდენტიფიცირება იმ ადამიანების, რომლებიც იყვნენ ჩართული ამ ძალადობაში? როდესაც ვსაუბრობთ, რომ აი ძველი საქმეებიც მათ შორის ახლა გაიხსნა, რომ ძალოვანი უწყება ახლა არის მოწოდების სიმაღლეზე. რატომ ვერ ხედავთ აი ამ გახსნილ საქმეებს? მე მგონი იყო ახსნა განმარტება გაკეთებული ამასთან დაკავშირებით, რომ იდენტიფიცირების პრობლემა არსებობდა. სხვა არ ვიცი, ალბათ შეგიძლიათ მიმართოთ შესაბამის უწყებას და გეტყვიან ზუსტად დეტალებს აღმოჩნდთან დაკავშირებით. გამოსავალს რას ხედავთ ამაში? ანუ ვერ დადგინდება ვერასდროს ამ ანუ ადამიანების იდენტიფიცირების პრობლემა არის, როგორც მოვისმენთ. ამ შემთხვევაში ანუ გამოძიების გაგრძელებასაც აზრი არ აქვს. მე ვერ გეტყვით შესაბამის უწყებას, მე გახლავთ ქალაქის მერი და კონკრეტული შეკითხვა თქვენ დაუსვათ საგამოძიებელ უწყების წარმომადგენლებს და დარწმუნებული ვარ მიიღებთ შესაბამის პასუხს. ამერიკა საქართველოს ურთიერთობებზე მინდა გკითხოთ, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ მაისში ველოდებით დელეგაციას ამერიკის შეერთებული შტატებიდან. რა მოლოდინი არსებობს გადატვირთვის კუთხით? აი დაველოდოთ ჩვენ არაერთი განცხადება გავაკეთეთ ამასთან დაკავშირებით, რომ ურთიერთობები უნდა გადაიტვირთოს, დაიწყოს ახალი ფურცლიდან. რადგან ის დამოკიდებულება, რაც წინა პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჰქონდა საქართველოს მიმართებით, კატეგორიულია. ეს იყო დროული დამოკიდებულება სრული ამ შეხედულებით, რომელიც სიცრუეზე, მხარაზე იყო დაფუძნებული, რაც ჩვენ არაერთი განცხადება მოვისმინეთ, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ შეიცავდა არასწორ ინფორმაციას საქართველოს მიმართებით და გვინდა რომ ახალი პრეზიდენტის და ახალი ადმინისტრაციის პირობებში ეს ურთიერთობები დაიწყოს ახალი კურსიდან და გადაიხადოს. ჩვენ გვინდა ნორმალური პარტნიორული მეგობრული ურთიერთობები. ნახოთ, ველოდებით. ბატონო, ერთ კითხვასაც დაგისვამთ პაატაბულაძის განცხადებასთან დაკავშირებით, მან მარია ზახაროვას მიმართა ოფიციალურ პრესკონფერენციაზე, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი გარკვეულწილად შეიცვალოს, რომ გადაინაცვლოს მინსკში. პაატაბულაძე არის თქვენი სიძე, თუმცა ბუნებრივია ამ შემთხვევაში მის განცხადებებზე განმარტებებს არ ეთქოთ, უბრალოდ გვაინტერესებს თუ არის მისი პოზიცია შეთანხმებული. თქვენთან ქართულ ოცნებასთან ანუ ის საუბრობს თუ არა ამ შემთხვევაში სახელმწიფოს სახელით, როდესაც მარია ზახაროვას მიმართავს ასეთი შეთავაზებით. ეხლა თქვენ რო სვავთ ამ კითხვას, არ გეცინება თქვენ თვითონ აღმოჩნდათ დაგაშოვის. შეეშვით ამ სპეკულაციებს და სისულელებს. რა არის ბატონო კახა სისულელე? რამდენიმე კითხვა კიდევ. ბატონო კახა კიდევ